მოგესალმებით. თქვენ უყურებთ 56 ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტის შედეგს მიღმა. ჩვენ კი ამ გადაცემების წამყვანები გიორგი დარჯანია, რეზი ქოიავა და ირაკლი სარალიძე გახლავართ. ბიჭებო, მოგესალმებით. როგორ ახლა? ჩვენი ვრად. ჩვენი თამაშის მერე არ ჩაგვიწერია გადაცემა. ფსიქოლოგიური ის სხვა რაღაცით გინდა დაწყება, მაგრამ ვერ მოგართვი. მან თამაშზე თუ რამე სასაუბროა, მე უნდა დავიწყო მაშინ და ვისაუბროთ. თუ გინდა რეზი შუაში გადმოვსვათ, რომ გამშველებელი ყავს. მე და შენ ორშაბათს გქონდა შესაძლებლობა რომ მაგაზე გვეჩხუბა. კი, მაგრამ იქ გასაშველებელი ეხა უკვე. ნახე, იქ რაღაცეები კოზირად დავიტოვე გადაცემისთვის, რომ კი ბატონო, ვისაუბროთ. აქ მეთქვა. ოღონდ ცოტა უფრო ბოლოსკენ, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგაზე ინტერი იმაზე? ინტერი იუვენტუსის მერე. ხო, რომ მოკდნენ წუწუნით. ბიჭო, აი, მაგაზე მაინც ახლა რა გაქვს ალაპარაკო გეხვეწები. ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ საჯმე ეგ თამაში გააფუჭა და უსამართლოდ გააგდო კაცი. აჰა. და რა ვიცი, კაცმა არ იცის მოიგებდა თუ არა ინტერი. დღეს მე სკრინები მაქვს რა წამოღებული. როცა უსამართლობები ხდებოდა. რომელსაც არ გაუგზავნი ირაკლის დარწმუნებული ვარ, დაგავიწყდება, ამიტომ არ ამონათდება. იკა გამახსენე. სკრინებით შემიძლია გელაპარაკო. გზაში რომ მოვდიოდი, ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი, რომ აი მეთქი უფრო როგორ მოუშალო ნერვები. მე რა ნერვები რატომ უნდა მომიშალო? ლაივის დროს ხო მიწერდნენ ხოლმე იუვენტუსის ესა გულშემატკივრები რაღაცებს. ხო და აი ახლა მიმიშვით. კარგი, მოკლედ მაყურებლებს მინდა ვთხოვო, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და სურვილი სამებრ შეგიძლიათ რომ გამოყვეთ Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და მოკლედ სხვა სოციალურ პლატფორმებზე. რაც შეეხება რატოა ჩანაწერი ასე ვთქვა და არ არის ლაივი, კონკრეტული მიზეზების გამო მოკლედ გადაგვედო და შესაბამისად დღეს ანუ პარასკევს წერთ ლაივს და ეს გადაცემა უდიდესი ალბათობით დაიდება შაბათს და ნუ ბუნებრივია დღეს თავარი სასაუბრო თემა იქნება ჩემპიონთა ლიგის მე-16 ფინალები. ვერ ვიტყვით რომ ეხა ყველა თამაში რაღაცა განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა, მაგრამ განსაკუთრებით იტალიური გუნდების კრახის ფონზე კიდევ ერთხელ არაიტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებს მიეცათ სასაუბრო, რომ შეიძლება იტალიას მეერვე ფინალში ყავდეს მხოლოდ ერთი გუნდი, ან საერთოდ არ ყავდეს, რაც ბუნებრივია, ცუდია იტალიური ფეხბურთისთვის. კარგი ბატონო, დავიწყოთ ალბათ ყველაზე მეტი გულშემატკივარი ვისაც ყავს იმ გუნდით, მადრიდის რეალის თამაში, თან არა მხოლოდ რიმეიკი იყო ბოლო ტურის, არამედ დრამაც იყო იქ, ვინისიუს ჯუნიორის ამბებს გულისხმობდა. ნუ საბოლოო ჯამში რეალმა მოახერხა ის, რომ მოუგო ბენფიკას და უდიდესი ნაბიჯი გადადგა მეერვე ფინალისკენ. რომელი დაიწყებთ? მე დავიწყებ იმითი, რომ აი მართლა თესლო კომენტატორმა რო დაწერა. ასწავლებელო, იმან შევაგინა. აი ეგრე მოიქცა ვინისიუს. ნუ საერთოდ რატო ატყდა ამბავი გოლის აღნიშვნაზე ვერ გავიგე? იცეკვა ბრაზილიელმა ხო მერე? უბრალოდ ცოტა ალბათ ზედმეტად გამომწვევად, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება. მე რონალდინიოს ცეკვა მახსოვს და რაღაცით გავს, უბრალოდ ეხლა ცეკვა შეიძლება ცოტა უნიჭოა რა ეგ. ნუ ვინისიუს საერთოდ ყველა თამაში სადაც გასვლები ჯიხადი აქ გამოცხადებული. ანუ ფანებისთვის და მე იმათაც ვინისიუს უბრალოდ რომ დარბის ეგეც გამომწვევია რაღაც ეგეთის გახდა, ანუ ვერ იტანენ, თვითონაც ვერ იტანს ყველგან, აი როგორ შეიძლება მართლა ყველგან რასიზმი იყოს რა? ანუ ვინისიუსშიც არის რაღაც პრობლემა რა. ნუ პრობლემაში ალბათ გულისხმობ პროვოკაციულად მოქცევებს, არა მხოლოდ გოლის აღნიშვნებზე, ზოგადად რა. ეგეთ ხო გახსოვთ გიორგი მამარდაშვილთან რო ქონდა кейსი რა. აი ანუ ეგეთი ტიპია. არ არის გამორიცხული რომ ეგ დაკავშირებული რაღაც პონჩი იყოს იმასთან რომ უყვარს ამ ტიპს რომ ყურადღების ცენტრშია ზოგჯერ როგორც დადებითი კონტექსტით ისე უარყოფითი კონტექსტით უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან ახლა მეც გეთანხმები იმაში რომ რაღაცა გოლის აღნიშვნაზე ესეთი სასწაული ამბავი შეიძლება არ უნდა ამტყდარიყო მაგრამ მეორეს მხრივ რო შევხედოთ ახლა ესე შავკანიან ფეხბურთელს მაიმუნო როგორც დაიწერა ხო მიაძახო ნუ ესეც არ არის სწორი არა ხო ანუ აზრები გაიყოფა ვინისიუს რასაც უკეთებდნენ ეგ არც ერთი არაფერი არ იყო სწორი ანუ არც რასისტული შეძახილები და არც ვალენსია სტადიონზე რო სიკვდილს და რაღაც ახლა იგეთებს არ აკეთებს ვინისიუსი ახლა კარგი ადამიანი ვარ ვინისიუსი არ ვიცი ახლა და მისაბაძი მაგალითიც ალბათ არ არის მაგრამ
ნუ ეხა ისეთ რამესაც არ აკეთებს რომ რაც მაიმუნო უძახო და ხო სტატისტიკის მოყარულებმა დათვალეს ვაგერბექა გვაწვდის ინფორმაციას რომ მე-20 შემთხვევა იყო როცა რასიზმის მსხვერპლი გახდა და ნუ საბოლოო ჯამში მადრიდის რეალი ითხოვს იმას რომ აი ამ ბენფიკას ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია მისცენ ასე ვთქვა და არ მისცენ შესაძლებლობა იმისა რომ ითამაშოს საპასუხო მატჩი რომელიც სულ რამდენიმე დღეში გაიმართება სამშაბათს ისე ძაღის აბა დამემტკიცეთო ხო, იმიტომ რომ აისური ქონდა აფარებული. იქ მე უკვე რაღაცა მანძილის გაზომვები დაიწყეს, აბა ამ მანძილიდან თუ გაიგებდა ამ ხმაურში და ხო, საბოლოო ჯამში თქვენი აზრით უთხრა? ალბათ უთხრა. არა, შეიძლება რაღაც სხვა უთხრა თქო და ეს მაინც გადაიგო. არა, შანსი არ არის, რა თქმა უნდა, შეიძლება უარესიც უთხრა, იმიტომ რომ თან აი ერთ სიტყვაზეც არ ჩამოვა. რაღაც პროვოკაცია ზოგადად და რაღაც ისეთ რაღაცები არგენტინული ფეხბურთის ორგანული ნაწილია რა, ანუ ამას აკეთებენ სულ. რა ახლა არ დაუწყიათ ამის კეთება 2026 წელს აკეთებდნენ. აი ყველა ცნობილი წიგნი რაც არის არგენტინულ ფეხბურთზე დაწერილი ჯონათან ვილსონის, იმას ქვია ანგელოზები ბინძური სახეებით, ხო? ანუ სადაც არის აი ესტუდიანტესი რეებს აკეთებდა მილანთან და როგორ ურტყამდნენ ფეხებში და როგორ პროვოცირებდნენ და რაღაც თელის და დროის ნახოთ იმას არგენტინელობის გამო როგორ გაამართლებს. არა, არ მომართლება რა. საერთოდ მომართლება, უბრალოდ ეს არის, ანუ სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთში ეგეთ რაღაცები მოსულაც არა რა, ანუ ორგანული ნაწილია იმის, რომ რაღაც ბურთის გადაგდება და რაღაც ხელის კვრა და რაღაც ის წამოზახელი და ბრაზილიელზე რამდენად ორგანულია ვიცი. ბრაზილიელზე მაიმუნი ნაკლებია. აი, ემი მარტინესი რასაც აკეთებდა რა, პენალტების სერიის დროს ხო, რაღაც ბურთის გადაგდება, რაღაცებს რო ეუბნება. აი კოლუმბიასთან რო იყო პენალტების სერია, მაშინ კოვიდი იყო და ისმოდა ყველაფერი და იქ პირდაპირ აგინებდა. მინას რო აგინებდა პირდაპირ განწყვეტი პენალტის. ბაილაურა ხო, თუ მაგას მესი ეძახდა. ეს ბაილაურა, ეხლა ისეყვევა. ვერ გოსს მე მგონი, ხო? არა. მინას გააფუჭა. ხო, ის პენალტების სერიაში მინა გამოყავდა მწყობრიდან მაქსიმალურად იმას დინბუს. ხო და ნუ ეგ არის ანუ მათ მიერ აღიქმება ეს როგორც რაღაც მოგების შანსის გაზრდა რა. რომ შეიძლება ვიღაცა წამოაგო ესეთ პროვოკაციას რომ ის გააგდონ და რაღაცას შემდეგ ასე. ნერვები მოეშალოს, თამაშის ტონუსთან ამოვარდეს, რაღაც წითელი ბარათი მიიღოს მაგალითად. ეგეთი რიტმი დააგდო და რაღაც რიტმი დაახლოებით. ეგ კარგი არა, რასაც აკეთებენ, მაგრამ ნუ როგორ აქვს ნახა რა. ფეხბურთი რაც არ უნდა იყოს, არის თამაში. და თამაში სიმულაცია და რაღაცა ესენი მეტოქის მოწყუება და რაღაცაზე წამოგება მეორე მხრივ მათი მხრიდან აღიქმება იმაზე არ არის ეს მისაბაძის აქციელი მაგრამ ნუ არის უბრალოდ თანამედროვე ფეხბურთი იმდენად რაღაცა პატივისცემაზე გადის საერთოდ UEFA-ს თავარი სლოგანია რომ keep racism out ხო არა მაშინ ეგეთი რაღაცა აი მაგალითად მაშინ ბასტონის აქციელი უნდა შევაფასოთ ისე რომ აუ ეს რა ნიჭიერი ტიპია რომ საჯი მოატყვა 2 მეტრიდან რომ ეგეთი ნახტომი გააკეთა ეს რა კაი ტიპია რომ ვინისიუს მაიმუნი უწო ანუ სიგეჟები ეგრე მე შემხვდა კომენტარები სადაც ბასტონის აქებენ რომ ბასტონ ეს ბასტონ მე ვნახე ძალიან ბევრი შარკე არა მე ვნახე იტალიელი გულშემატკივრების ინტერის გულშემატკივრები ძალიან ბევრი ინტერის გულშემატკივრები ცხადი აქებს არა პირიქით აკრიტიკებს თქო ამას არა არა ბასტონი რაც გააკეთა ის რომ გააკეთო ეზოში რომ თამაშო გაილახები იმიტომ რომ არ არის ეს რაღაც არც მეგობრული საქციელი და არც რაღაც პროფესიონალური და არც კაცური და რაღაც მაგრამ ჩვენ იგეთ დონეზე არ გვითამაშია ფეხბურთი როგორც ეს ბასტონი თამაშობს როცა შენს უკან დგას მილიონობით გულშემატკივარი დიდი კლუბი მისი სხვა დონეა როცა ნაკრები და მთელი რაღაცა ეროვნული ღირსება და რაღაცა იქ ესეთი რაღაცები ბევრისთვის მოსაწონია რომ შენ გუნდს ეხმარები მოგებაში და ახარებ რაღაც ბევრ ადამიანს სხვა რაღაც გამომიხარება მიუხედავად იმისა რომ ეხლა სულთან ნეიტრალური კუთხით რო შეხედო საზღარისანახავი იყო რა ეხლა მე ნახე მე ხო იცი მე არ ვუყურებ ისე აი ეხლა როგორც გრიზლი უყურებს მაგალითად არ ვუყურებ ეგრე რა ჩემთვის ეხლა ის თამაშს აგებდა თუ არა იუვენტუსი ესე რომ დავჯდე და ვიტირო და მეორე დღე სკოლაში წავიდე და ვიღაცა მაბულინგოს არ გამოვედი იმასაკიდან რა მე როგორი ფეხბურთიც მევასება დღეს ანუ ის მომწონს რომ რაღაცა პროფესიონალები არიან, ვაშკაცურად იქცევიან, ხო ხვდები რა და რა ვიცი ხა, ჩემთვის ეგ მიუღებელია. ეგეთი ფეხბურთი არ მომწონს რა. რა იუვენტუსის ფეხბურთელმაც რო ქნას, რავი, ღმერთი ამოწმე, იგივენაირად ვიყოდი ზუსტად. ეხლა იძახი 30 წელი ხო შერჩათ ხახვი. მაგაზე ჩვენ ვილაპარაკეთ გრიზლი და შენი პირით თქვი რომ მაქსიმუმ 38 სკუადოდან 2-3 სკუადო უნდა ჩამოგართოთ. აბა რამდენი? ხო 30 ხო. ხო 30 რო ვერ ჩამოვართო 30. კარგად რო ჩავუსწრებ. მაშინ იგივე ლოგიკით შენი 20 სკუდეტოდან 15 ჩამოსართვები იქნება ახლა ბიჭო ნახე შენ თუ ერთ მომენტს უყურებ 15 ჩამოვართ 5 შესაწყალო მე 30 გართმევ მე ხო მაინც შენზე მეტი მექნება მაშინ და აბა მათემატიკა არის რატო 20 არ გააქვთ მე ჩვენ გვაქვს 38
გამოვაკეთე. აბა რამდენი გვაქვს? ამას კაი 35 ჩამოგავწოთ რა პრობლემა. კაი, მოდი ეგ გადავდოთ კონკრეტულად რეალის სათამაშო რაღაცებზე, იმიტომ რომ რეზიმს ხინებით შეიარაღებული მოვდივარო და სამი კვირის წინ იყო თამაშას ბენფიკამ მოუგო და იმასთან შედარებით ანუ არბელოა მიმუშავა გუნდის ბალანსზე. საერთოდ არბელოას პროგრესი აქვს ბოლო პერიოდში. 9 თამაშიანი მოგება აქვს ზედიზედ. ხო, ბალანსი გულისხმობა ის რომ თქვათ თამაშო უკვე ზედიზედ 9 თამაში მოგება. ფლანგებზე იყო სულ ორმაგი მეურვეობა, ანუ ტრენტს და კარერას მარტო არტოვებდნენ, ეხმარებოდა ხმათი. კამავინგა იქნებოდა თუ ვალვერდე და ნუ ნახევარ ფლანგებს უკვე გიულერი იცავდა ხშირად, ან შუამენი და მოკლედ ბენფიკამ ვერაფერი ვერ შექმნა შეტევაში. და რეალი კარგად ქნიდა თან მე რაც მომეწონა გოლი გაიტანა რეალმა ისეთი როგორცაც ელოდებიან რეალისგან ხო თავის ხვალ სივრცეზე რაღაც მბაპე და ვინისიუსი მარცხენა ფლანგიდან კლასიკური რეალის გოლია აბა და ეგრევე დაგვაუწყეს და უბრალოდ კარგ მომენტებს რეალი უფრო ქნიდა მარჯვენა ფლანგიდან ხშირად როცა აი ფლანგის და ცენტრალურ მსვლელს უშვებდნენ პასებს და ხან ტრენტი შერბოდა და ხან ვალვერდე და ეს ძალიან კარგი კომბინაცია იყო ან რეალი ხო ძირითადად მარცხენა ფლანგთან ასოცირდება და აი მარჯვენა კარგად ათამაშებდნენ. ნუ მბაპეს რო უკეთეს რეალიზაცია ქონდა და რეალი პირველივე თამაში დაამთავრდა ყველაფერს. უბრალოდ მბაპე ვერ გაიტანა მომენტები და ხო, მაგრამ უდიდესი ალბათობით ბერნაბეუზეც მოუგებს. აღსანიშნავი ის არის ჟოზე მაურინიო ვერ დაბრუნდება ბერნაბეუზე, იმიტომ რომ დისკვალიფიკაცია აქვს და ძალით გაიგდო თავი აშკარად დაბრუნდა. ან მაინც მოუწევს ახლა ფრენა თუ ეზარა. არა, იქ რაღაცა გადასაფრენი. ეს არის. უბრალოდ ანუ რეალის ერთი ცოტა საგანგაშო მომენტი იცი რა არის რომ მოდიში რეალი აშკარად რაღაც აი ნაძვის ხეს უკრავდა დაცვაში წინ დიდად არ პრესავდნენ ნაძვის ხე ქონდა და უშვებდნენ ფლანგზე რომ ფლანგზე წადი რომ იქ არ ხარ საფათო ანუ იდეაში სადაც უნდოდა რეალს რომ წასულიყო ბენფიკას შეტევა იქ მიდიოდა რა თქმა უნდა მიყავდა იქ მაგრამ იქიდან მაინც ქმნიდნენ მომენტს რა ანუ ფლანგზე მე ცოტა უჭირდათ ორი კაცი რომს გადადიოდა აქ შემთხვევაში ანუ სუ ეგრე გამოვიდა მარჯვენა და მარცხენა მცველს სიტუაციურად გააჩნია ტოვებდნენ მარტოს ფლანგზე და ის სულ იღებდა და პრესი რა ეხლა რაღაც ამ ბლოკიდან გამოსვლის ყველაზე მარტივი მეთოდი იყო რომ ფლანგის მცველზე მიდი და იმას სივრცე ქონდა იმ ხოლმე რომ აჩქარებას აკეთებდა და უკვე რაღაც უპირატესობა ქონდა ბენფიკას მართალია ვერ გამოიყენეს იმიტომ რომ ეხლა თვად ბენფიკა კი რაღაც 4-2 მოუგო რეალს და ამ შემდეგ, მაგრამ კლასით მაინც ახლა ისეთი ხო არა, ფეხბურთის შორის ძალიან დიდი სხვაობაა დონეში და ძალიან. არა, მე რეალი მომეწონა, ანუ კარგი ფეხბურთი ითამაშა, ნუ ალბათ რეალის ფანებს მეტი უნდა 5-5 გოლი გაქონდეს ყველა თამაში, მაგრამ ეგრე არ არის. ეგეთი მარტივიც არ არის და ნუ რაღაც ბალანსი გუნდში დაჭერილი იყო მეტნაკლებად რა, შენარჩუნებული იყო ასე თუ ისე. ნუ გასაგებია რომ ეს იყო ბენფიკასთან და ვთქვათ ეს გაჭირდება ალბათ უფრო მომდენო სტადიებზე, სადაც ვთქვათ უფრო დიდი სერიოზული მეტოქები იქნება, არც ვიცი მე რაღაც ეს. ჯერ არ დაალაგებული ხო? ნუ ორი ვარიანტი შეიძლება იყოს. რეალი გადის ხო, რეალის დაცვა უბრალოდ პირველად რაღაცა ალბათ გრძელვადიანი პერიოდის შემდეგ ვნახეთ, რომ დალაგებული დაცვით გამოვიდა რეალი, ანუ მარჯვენა მცველის პოზიციაზე იდგა მარჯვენა მცველი, აქეთ კარერასი იდგა, რუდიგერი, ჰაუსენი და ჰაუსენს სხვაშორის ძალიან კაი თამაში ქონდა და დღეს ვკითხულობდი, რომ არბელოასთვის ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ტონი რუდიგერი იყოს ფორმაში, იმიტომ რომ ნუ მისი ლიდერობით, მისი ხასიათიდან გამომდინარე, რეალის დაცვის დალაგების ერთ-ერთი მთავარი იარაღი შეიძლება იყოს რუდიგერის ტრავმა კი არა და ჯანმრთელობა. ხო, მანდვე გადავიდეთ ალბათ PSG მონაკოზე, იმიტომ რომ PSG-მ დაუკამბექა და ნუ დეზირი დუესთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, ძალიან ცუდი სეზონი აქვს. 9 თამაში არ ქონდა მანამდე გოლი თუ. შედეგენ მოქმედებაც არ ქონდა, დიდი ხანია. 2 გოლი გაიტანა, ნუ ჰაკიმის გოლიც ამის დარტყმას დაამატა ჰაკიმი. მაგრად დაიწყო ძალიან მონაკო, მაგრამ უბრალოდ დუე, ნუ ჩვენ რადგან გვანახეთ რომ მას უკვე აქვს სუპერფინალი ჩემპიონთა ლიგის გონი რომ ეგეთი სტაბილურია, ეგეთი სტაბილური სეზონები დუეს არ წქონია, არ ჩანშადელი სეზონი ქონდა დუეს სტაბილური. სეზონის მეორე ნახევარში დაიწყო ხო თამაში და მანამდე რენშიც ეგეთი სეზონები ქონდა. ნუ 20 წელიწადია ჯერ და ნუ სტაბილურობას დროთა განმავლობაში უფრო აკრებს და ისე უბრალოდ რეზი ის მისი ფუნქცია კი არა და მისი სკილი ალბათ რაც არის ადგილიდან ყუმბარისეული დარტყმა ორივე ფეხით ისევ ადგილზეა დავწმუნდით რა. ეხლა შეიძლება ისეთი რაღაცა ვთქვა რომ ბევრს ეწყინოს, მაგრამ აი დემბელე რო დაინტრო და დუე გადმოვიდა დუე თამაშობდა ცენტრში. აი როცა დუეს იღრმეს ჩამოდის ეს მარცხენა ფლანგი, ანუ დუე ბარკოლა მენდეში ძალიან საინტერესო გამოიყურება, მარსელთანაც ესე იყო, ძალიან მაგარი გოლი შექმნეს და მაშინ კვარას ადგილი არის მეორე ფლანგზე, სადაც ისე დიდად არ მოხდა. სადაც პრინციპში იდგა.
ამ თამაშიც და პენალტიც იქიდან მოიპოვა. სხვა შორის ანტირეკორდი მოხსნა ისე ოპტასივით კლასიფიკაციით. რატო? 8 დარტყმა ჰქონდა და კარშიც ერთერთავი. მაგრამ არა უშავს წინ ანტირეკორდი, ვისაც ჰქონდა, ვისი ანტირეკორდის გაიმერო ის ტიერი ანრია. ანუ ეს კარგი ხალხის ანტირეკორდებია და მანდ მოხვედრა საამაყო. ხო, ხვიჩამ რაც პრინციპში ბოლო პერიოდში დაგვაჩვია რომ მცველებზე ნადირობა შეცდომებზე რომ გამოიჭიროს, იგივე გაუკეთა ფაეს და ფაესი ახლა გადავიდა სხვა შორის მონაკოში და უკვე ძირითადში დგას ეს ამტკიცებს რომ მონაკო ტრამვებითა გაწამებული ასე ვთქვა და უბრალოდ PSG-ში პრობლემა არის უკვე პენალტების რეალიზაცია, იმიტომ რომ წინა თამაშიც პენალტი გაიმაზა თუ გახსოვთ ნიუკასლთან პოპმა აუღო ვის აუღო პენალტი? დემბელეს. და ეხლა ვიტინიამ გააფუჭა პენალტი, ისე იმედი მქონდა სადღაც გოლის სიღრმეში ხვიჩას დაარტყმევინებდნენ, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეგ აგრძელეს ხვიჩამ. მივლენ ხვიჩამ. PSG მაინც ჯერ ვერ მოფხიზლდა მაინც. ხო, ბოლომდე ვერ არის გამოფხიზლებული. უბრალოდ აი მონაკო. ოდესმე ალბათ ვიხილავთ მომენტს, როცა ბრედლი ბარკოლა ერთ-ერთზე ბურს გაიტანს. დემბელე დაიწრავა რეალურად და იმიტომ შეცვალეს და ჯერჯერობით. რა არისკა? დიდხნიანია? არ არის, არ ეწერა ჯერ. დღეს ვკითხულობდი ზუსტად, რომ ტრავმა მიიღო, უბრალოდ რამდენ ხანს გამოტოვებს, ეგ არ არის ცნობილი და. ნუ ამით ფაქტობრივად მე ვფიქრობ, რომ PSG-მას გაინახდა ალბათ მომდევნო ეტაპი. აინც ვერ იტყვი ეგრე, მაგრამ ნუ მონაკო გაიბრძო. ხო, უბრალოდ ხო გახსოვს სახლში ეგეთ თამაშებს ახლა მე ეჭვება, რომ PSG-მ რაღაცა დაუთმოს რა. კაი, ბარემ სამშაბათი დღე რომ ამოვწუროთ, აქ შეგიძლია ჩემ გუნდზე, იმიტომ რომ მე შენ გვერდით ვარ, იმდენად სამარცხვინო იყო ყველაფერი. როცა ბეკარი უნდა რაღაცას Chelsea-ზიან Barça-ზე გადის PSG-ო ეს ხო. ხო. ეგ მანდ მაგარი დუელი იქნებოდა. ერთ იცი რა მაინტერესებს? ბასტონიზე რო ითხოვდით, რომ ნაკრებიდან მოუკვეთოთ. მე არ ვითხოვდი არც ერთი წამით, ამიტომ მე თვილან უმაბრალებ. რო ითხოვდით. აიცა გალათასარაიში ხო არის ილმას. ხო. ილმასზეც უთხარით მონტელას რომ ეს აღარ იყოსო, იმიტომ რომ მე აბალის წითელი ბიჭო არა წითელი იყო და წითელი იყო გაბალი გასაგდები იყო ხო მაგრამ რო აღნიშნა მაგის გამო ითხოვდი ანუ შენ ადარებ ილმაზის წითელს ბასტონის თუ რა საერთოდ არ მიყურები უბრალოდ ანგარიში ვნახე და ძალიან არა მან წითელი იყო კაცო რა თქმა უნდა უბრალოდ მან სასაცილო იქ რა თქმა უნდა იყო სასაცილო რა იყო იცი როგორ არის ანუ შენ ამტკიცებ ამას რომ კი ეგრე მიმტკიცებთ 30 წელი შემატკივრებმა კომენტარებში შეაფასეთ რამდენად ობიექტურად უყურებს ეს ადამიანი ფეხბურთს და მე მეც არ ვიტყვი არაფერს ეგრე 30 წელია მიმტკიცებთ რომ წიხლით რომ მიდიხარ ადამიანზე ეგ არ არის ჯარიმა თუ შავ-თეთრი ფორმა გაცვია ისე პრობლემა ისე კაი ნუ იუვენტუსის მე სიმართლე გითხრა უბრალოდ მე რა გამიკვირდა იცი ტურამი არ ყავდა მაგ თამაში იუვენტუსს და უბრალოდ ინტერსთან არ ყავდა ტურამი და მე არ მეგონა რომ ტურამს ეგრევე ძირითადად დააყენებდა და კოპფაინერსი არ ვიცი რატო გაცოცხლდა გალათასარაისთან ტიპს 5 გოლი ჰქონდა აქამდე იუვენტუსში გატანილი და ეხა გაიგიჟა თავი უბრალოდ ბიჭო პირველი ტაიმი რომ მოიგეს მე რაღაცა უფრო მშვიდად დავჯექი რა და ნუ ანუ მე როგორი საბეჭდილება მქონდა იცი წითლის მიუხედავად მაინც ეგრე მოგვიგებდნენ რა თითქოს წითელმა არაფერი არ შეცვალა პირველ ტაიმში სანგარის მიუხედავად გალათასარაი ჯობდა რა თქმა უნდა უბრალოდ ბრემერის უბრალოდ ახე ანუ მესმის რომ ერთი კაცი მნიშვნელოვანია გუნდისთვის მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი ანუ ერთი თორს იგებდა კაცი გადიოდეს და 5 თორს აგებდე რა სიგიჟეა ანუ მან გალათასარაის ამ ჩემპიონთა ლიგაზე აქვს რაღაც არანორმალური პრესინგი რაც აქამდე თურქულ გუნდებს არ ჰქონდათ და რაც ზოგადად ოსიმენს ახასიათებს ორგანიზება აკვირდათ მაგრამ ხო ეთქვა ოსიმენ ნუ ტორეირა და სხვაებიც გოლივინჩი აქტო გალსარე კაი გუნდია ხო და ანუ მოკლედ მაგარი გუნდია ძალიან მაგრად აპრესინგებდნენ იუვენტუსს და იუვენტუსს არ ჰქონდა ანუ ერთადერთი ოფცია ჰქონდა ამ პრესინგიდან ამოსვლის იყო მარტო მოკლე პასებით ამოსვლა იმიტომ რომ წინ მაკენი იდგა ცენტრ ფორვარდად და არც ვლახოვიჩი იყო არც დევიდი იყო მილიკიც არ იყო რომ ბურთი გადაიკიდებინა ცოცხალია მილიკი 500 დღე არ უთამაშია ფეხბურთს იცი როდის დაიმჭრა იცი ევრო 2024-ის იმანზე რა ქვია არა ამხანაგურებზე რომელიღაც ამხანაგურებს იმის მერე წარმოიდგინან რა შეიძლება ადამიანს ჭირდეს ვერ ხვდები პროსტო ხო მოკლედ ანუ ხელფას მაინც უხდი ალბათ რა ვიცი მე არ ვუხდი რა ვსტავარია და ბურთს ვერ უკიდებდნენ ანუ რომ ეს პრესინგი გადაეტარებინათ ამ პრესინგისთვის ბურთი ამის ოფცია არ ჰქონდათ ამიტომ სულ მოკლე პასი უნდა ამოსულიყვნენ და იმდენად ინტენსიური იყო ეს პრესინგი სკრინიც არის ამდენი კაცი მიდის პრესინგზე რომ ნუ იყო შეცდომებიც მოდიოდა რა იყო რაღაც მომენტები როცა გამოვიდნენ მაგრამ ძირითადად უფრო შეცდომები იყო და მე ნუ ამას მეორე ტაიმში დაემატა კაბალის ძალიან ცუდი შეცვლა
უცებ რო აიღო ორი ყვითელი და მე 10 კაციც არ ჩამოშალა. ლოკატელის რო ხშირად ვაკრიტიკებ რეზიმე, მიუხედავად იმისა, რომ ეხა ამ იუვენტუსში ყველა სულ ფეხბურთელი არაა ლოკატელი. ინტერთან 10 კაციან ინტერთან ყველაზე კარგი. ბიჭო 10 მიიღო შეფასება, რაღაც 9.7, იმიტომ რომ და იმის მერე ესეთი ცუდი თამაში, რეალურ, ანუ ეგეთი არასტაბილურობა ფეხბურთელისგან რომ 3 დღეში ერთ თამაში ინტერთან ეგრე თამაშობდეს და მან სხვა მომენტია რა ინტერთან სხვა შემართებით გადის იუვენტუსს მესმის კი რა თქმა უნდა მაგრამ უბრალოდ ამ ხელა სივრცე არ უნდა იყოს ხო ხვდები თამაშებში ანუ ცუდი იყო რეალურად იმასთან რა ხო იცი უბრალოდ ინტერთან ისეთი იყო კარიერის შეიძლება კი რომ უეჭველი კარიერის თამაში მაგრამ იქ ევროზე იყო ძალიან მაგარი ლოკატელი თუ გახსოვს ვინ ჩაუსახლდა მაგრამ ავიცი რაღაც ზიდანი, კროსი, მოდრიჩი, მაკელელე და პატრიკ ვიეირა იყო ერთად ჩასახლებული ხუთი კაცი. კი ბატონო. ინტერთან თამაში, ყველაფერს შვებოდა. მეთქი იუვენტუსი იუვენტუსი განწირულია გამორიცხო. там ბრემერიც არ იქნება. ხო, იქვე ჩემი აზრით იმაშიც მოუგებს რა ქვია. ტურინშიც მოუგებს არ გამორიცხო. ანუ გუნდში რომელშიც გოლის გამტანი არ არის, იმან როგორ უნდა იფიქროს კამბეკზე გეხვეწებ. რა მე არ მჯერა ხა რომ მოხდეს გამიხარდება, მაგრამ ძალიან მცირედ ვაფასებ მაგ შანსებს რა. კაი, გადაცემის შუაში კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გვეხმარება და არხი რო გამოიწეროთ, ეგეც ბუნებრივია რომ გვეხმარება. ნელ-ნელა წავიდეთ ოთხშაბათისკენ, ერთ-ერთი რაზეც დეტალურებში არ შევსულართ არის ეს დორტმუნდი ატალანტა. არც მიყურებია. ხო, სავარაუდოდ და ოთხშაბათი დაიწყო ჩვენი მეზობლების განადგურებით, არონ გორდონს, არონი ქვია გორდონი? ენტონი ხო? არ ვიცი აზერბაიჯანელებმა ესე რა დაუშავეს, მაგრამ პოკერი შეასრულა ყარაბაღთან და ხო, ბაპეს მერე საუკეთესო ბომბარდირი. პრემიერ-ლიგაში 3 გოლი აქვს და იქიდან 2 პენალტი. და იმ გოლი იანვარში გაიტანა, ბოლო თამაშიდან გოლი იანვარში გაიტანა გონითო. ხო, და ნუ ამ წელში იანვარში. ახლა ერთი თვისია. რა ერთი პრემიერ-ლიგაში სეზონში წარმოიდგინე. კაი, ბოდოგლიმტი ინტერზე ვისაუბროთ აქ, იმიტომ რომ მე აი ჩაწერამდე ვამბობდი ზუსტად რომ ველოდიო ირაკლიმ თქვა. მე ანუ ხა შეიძლება წაეგო 1-0 წაეგო მაგალითად. უბრალოდ 3-1 წააგო ინტერმა და ბოლო წუთზე კიდე მომენტი ქონდა ბოდოს. ბოლო წუთი აღარ მინახავს. ხო, ვერ გაიჩერა იქ რომელიღაც იმან ფორვარდ მდგომარეობაში ვიყავ. აი, თქვათ, ვისაუბროთ მოკლედ მაგ მატჩზე რა. კი, და გახსოვს ლივერპულთან რომ საცვაგინე. ეხლაც რო აი ზუსტად ამის გამო ვაგინებ. კი, მაგას გადავხედე მე ზუსტად და ზუსტად მაგის გამო რეალურად. ფრერო ეთამაშა მანდ ინტერს, სიტის აგდებდა რა გუნდით. კი, და ეგ თამაში მოსაგები იყო. ყველაფერსო თავი დავანებთ, იმიტომ რომ იქით პენალტი არ დაიგო. ანუ გარდა იმისა, რომ იუვენტუსი მილანი აქვს სათამაშო რა. შუაში ჩაეკვეხა ორი თამაში, თან +1 -20 გრადუსში და არის -20 არის. ეგეც ცივებიც არა. იყო სხვათა შორის. არა, თერმოებით თამაშობდა. აბა პლუსი იყო. არა, ეგეც ცივები არა. ჩავხედა. ნუ სიტის როცა ეთამაშებოდა, მაგრამ ზუსტად მახსოვს რომ იმ დღეს იყო ბერლინში უფრო მეტი პროცესია. კი, -4 იქნება. -4 ჩილს ლაიქ რამდენია? არ ვიცი, ხა Google-ი გავხსენი მე iPhone-ში. მაგას რო თავი ნუ -- იყო ხო? სინთეტიკა მოედანზე ჩალხანულს ტრავმა გაუმიზეს და ბარელას სავარაუდოდ გაუმიზეს და მაგაზე იწერებოდა რომ ბარელა საერთოდ ვერ ითამაშებს ხელოვნურზეო და რატო ათამაშეს ვერ მივხვდი. არ ვიცი, ჟელინსკისაც რაღაც აწუხებს და ლაუტარო დაგულა. ლაუტარო 40 დღით დაიმტა. ანუ გუნდი საერთოდ ვერ თამაშობდა, ანუ ინტერი ძირითადად ფლანგები დიმარკო კიდე კაი დიმარკო მაინც არ გარისკა და არ ათამაშა. მე მგონია რომ ინტერმა გადაახალისა ხო? ჩათვალა რომ ხო ჩემპიონატის მოგება ამ სეზონში თავარი და ერთი რო ეგ ჩათვალა. ან ტურამი, დიმარკო, ზელინსკი საუკეთესო ნახევარმცველი ინტერის. ხო, ამათ ტრავმების ფონზე ენრიკე დარმიანი და წელს გაარტყა. განმეორებით დამტრაული იყო რას ნახავთ. განმეორებით თამაშს სავარაუდოდ ათამაშებს. ხო, ალბათ ათამაშებს. ლაუტაროს ვეღარ ათამაშებს. ზუსტად ახლა ამ წუთას სანამ გადაცემას წერდით, ამომიგდო რომ ან 18 მარტს დაელოდებიან და მერვედ ფინალში თუ გავიდა იმის განმეორებით თამაში იქნებაო, ან სანაკრებოზე არ გაუშვებენო რომ ბოლომდე ჭკუაზე მოიყვანონ და მერე დააბრუნებენ. ანუ აი სანსიროზე მოუგებს ახლა მე ისე მგონია რომ თან ბოდო უბრალოდ ვარჯიშობს, თამაშებიც არ აქვს. თამაშები არა. ხო, სხვა კლიმატზე ჩამოვლენ, სანსირო რა, ჯუზეპე მეაცა იქნება, კურვანორდი იქნება. ნორმალურ მოედანზე ითამაშებენ და უბრალოდ ლაუტარო რო არ იქნება, ეგ რაღაც დონეზე განსაზღვრელი ფაქტორია რა. იმიტომ რომ ლაუტაროს ფუნქცია გარდა იმისა, რომ საუკეთესო ბომბარდირია გუნდის, არის ისიც, რომ საჯარიმოში გადატვირთვით, გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ ხოლმე ლაუტაროს, ვიდრე რაც მაგალითად US-თან მოხდა. როცა დაამატა პიო ესპოსიტო,
მიუხედავად იმისა, რომ იუვე 10 კაცი იყო, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ანუ აქაც ბოდოსთანაც და იუესთანაც ისინი მცველები ყოველთვის ლაუტაროზე არიან უფრო მეტად ორიენტირებული და ეს ძალიან კარგად უთავისუფლებს სივრცეს. ისე ლაუტაროს დანაკლისი იუეს ორივე გოლი ინტერთან ორივე ლაუტაროს ბრალია. იუვენტუსის გოლები? ხო. რა იმიტომ რომ პირველი აი ძალიან ბრემერმა წართვა, ხო. მეორე წართმევა და პირველზე ისე უაზროდ მივარდა და ისეთი ზონა დატოვა, რომ მეთქი ჩემი 11 წლის ბავშვები არ უშვებენ ეგეთ შეცდომას დებილო. რთული თამაში ექნება ინტერს ჩემი აზრით. არა, ბოდოგლემი ძალიან კაი გუნდია. ანუ პირველი გოლი საერთოდ შედევრი იყო რა, როგორც გაუთამაშეს. ანუ 19 პასი გაკეთდა და ორივე ფლანგზე კომბინაცია, მე ცენტრში კომბინაცია. თან ეგ ძალიან კარგად ჩანს, როგორ ამოძრავებენ ფლანგებზე და ჯერ იქით ფლანგზე რო გადააქვთ. თავარი ამოცანა იყო, რომ სამივე ნახევარმცველი ერთ მხარეს გადაიყვანათ ინტერის. და როგორ გადაიყვანეს ამ ფლანგები რო შეცვალეს და გადავიდა ინტერის სამივე ნახევარმცველი, უკვე აქეთ ფლანგის წელს ვერავინ არ ხვდებოდა და ზუსტად იმან დაიწყო შეტევა. და მეორე გოლზე არის ძალიან ანუ ინტერი შეეჯახა ისეთ პრესინგს, რომელსაც იტალიაში ვერ ხვდება. არ უთამაშები, ანუ იტალიაში თამაშობენ პერსონალურ პრესინგს, ოღონდ ეს არის ესეთი ფრთხილი პერსონალური პრესინგი, ანუ ერთით ნაკლები კაცია ადის რა, რომ ერთი მეტი ყავდეს დაცვაში და აი სკრინზე კარგად ჩანს, რომ 5 კაცია თამაშობს ინტერის და 6 კაცია პრესინგებს, ანუ ერთით ნაკლები ყავდა ბოდოგლიმს თავის ნახევარზე. კომო ხო ეგრე აპრესინგებს. ხო. კომო აპრესინგებს ეგრე. ეგეთი რაღაც არ უნახავთ სიტყვა და ზუსტთან დაკარგა იმ ფლანგმა რა, ბასტონი იდეაში ძლიერი ფლანგი რომელიც უნდა იყოს. აუგუსტო იყო, ხო, იქით. აუგუსტო იყო. ბასტონი აუგუსტოს ფლანგმა დაკარგა, იმიტომ რომ ერთით მეტი კაცი ყავდათ იქით მხარეს გადაყვანილი, ანუ 6 აპრესინგებდა 5-ს. ხო. და მეორე გოლი აქედან გაიტანეს და ნუ ხო მესმის მეც რომ ანუ მაგრამ აი ეკამ აგერ გაგვახსენა რომ ატლეტიკოს მოუგეს. ატლეტიკოსაც იქ მადრიდში მოიგეს. არა მე ხელს ბოდოგლიმტი ახლა მეორე ბოდოგლიმტი ანუ მეორე ნომრადაც თამაშობს უპრობლემოდ. ხო და მე კარგი ყავთ ანუ ეს კიდე ჰაიკენი კარგი მეკარეა ანუ რაღაც შეიძლება მაგის სეივებმა და რაღაცებით დახმარებით გადაგონა. თან რა არის ახლა ეს ინტერი კიდევ ერთხელ ვამბობ სიმონე ინძაგის ინტერისგან იმით განსხვავდება რომ თუნდაც იუვენტუსთან რა ახლა ვერ იტყოდი რომ 10 კაციანი იუვენტუს გადაუარა იმა ინტერმა და იუვენტუსიც მზად იყო რომ გაქცეულ სანამ ის შეცვლები არ წავიდა ანუ მესამე ფორვარდი სანამ დაამატა და ის ხო აი ეგ მერე იყო გამოსასწორებელი მხითარიანი იყო გამოსაშვები იმიტომ რომ ცენტრში ძალიან აი ეგ მარტივი შეცდომა იყო რა წინ იგებ აღარ გჭირდება ეს სამი კაცი და ლაუტარო ვერ ჩამოდიოდა და კარგად 8 ნომერზე და მხითარიანი იყო მან ძალიან საჭირო თორე ლოკატელის გოლი მაგიტო გავიდა რა რომ ცენტრში კაცი დააკო ხო ვერ ჩახურას იდეაში ლოკატელის დარტყმა უეჭველი ჩასახური იყო ისეთი პოზიციიდან ურტყამდა ლოკატელი რა და უბრალოდ მე გამიკვირდა სიმართლე გითხრა უბრალოდ აი მაგას ვამბობ რომ ლაუტარო მარტინესი არის რაღაცა არეულობის შემტანი მეტოქის დაცვაში და ეგეთი ფეხბურთი ანუ იმ 4-ეულიდან ხა იმ 4 ფორვარდიდან ვინც ინტერს ყავს ნებისმიერის გამოკლება ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ვიდრე ლაუტაროს კლასითაც უკეთესია ყველაზე რა თქმა უნდა კარგი კიდევ ერთი რაზეც უნდა ვისაუბროთ ნელ-ნელა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და ატლეტიკო მადრიდმა რო ვერ მოიგო თან იმის ფონზე რო იგებდა და საერთოდ ეს ატლეტიკო რა გუნდია ანუ ბოლო ერთი თვე ატლეტიკოს აქ რო ბეტის მოუგო 5-0 მერე წააგო ბეტისთან მერე ბარსელონას გადაუარა მერე წააგო რაიო ვალეკანოსთან ეხა ბრიუგეს უგებდა და ნუ 3-3 მოდიან მადრიდში და რა ვიცი ალბათ შანსი უფრო მეტი ბუნებრივია რომ ატლეტიკოს აქ მაგრამ აი ესეთი რაღაცებია გასაკვირი სიმეონეს გუნდისგან რა რომ ორ ბურთიან უპირატესობებს ესე ანიავებ ასე ვთქვათ. აშკარად ატლეტიკოს საკმარისად აღარ ვუყურებთ რა იმიტომ რომ ატლეტიკოს ფეხბურთი რაც არა ის ხო არ არის ავტობუსი აღარ არის რა. ძალიან გახსნილი შემტევი ფეხბურთი გრიზმანი რომელი დიეგო სიმეონე 5 და 6 წლის წინ რაიო ვალეკანოსთან შეიძლება წაეგო, ოღონდ წააგებდა 1-0-ს და არა 3-0-ს და აქ ისეთი გახსნილი ფეხბურთი ეთამაშა. ნუ იქ როტაციაც ჰქონდა რაიო ვალეკანოსთან. კი, გადაახალისა შემოწმდა. იმიტომ რომ ბარსას შემდეგ იყო და ისე ბარსელონა რო დაუქამბექებს მაგის ის გააქვთ იმედი? მე არ მგონია. არა? მე არ გამიკვირდება რა ვიცი. მე არ მგონია. იმიტომ რომ ეხე პარი სენ-ჟერმენთან კამბექს ხსენებს. ჟირონას ვერ უგები. პარი სენ-ჟერმენთან ბარსა ხო? ანუ პარი სენ-ჟერმენთან კამბექს ხსენებდნენ ანუ 4-0-დან კამბექი, მაგრამ ეგ სხვა ეპოქა იყო საერთოდ. იქ ჯერ ძალიან გაუმართლა და მე ვარი არ იყო. იქ საჯმა მიიღო კიდე რაღაცა საეჭვო გადაწყვეტილებები და ვარის ეპოქაში ძალიან რთული იქნება და პლუს იქ ყველაფერი შეუვარდათ, ანუ ძალიან დიდი რეალიზაცია ძალიან მაღალი. ანუ ეგ მას არ ნიშნავს რომ ხო 4-0 ატლეტიკო მაჯობა ბარსელონას, მაგრამ ის 4-0 რომ უნდა მოიგო ეგეთ თამაშიც არ იყო, იმიტომ რომ ბარსასაც ბევრი მომენტი ქონდა რა მოკლედ გოლის გასტანი მომენტი და პლუს საჯობაც ძალიან ისეთი იყო. კი ბატონო. ანუ ძალიან უხეშობდნენ ატლეტიკოს ფეხბურთელები და ის მაგრამ პირველივე წუთზე შეეძლოთ სიმეონეს 5 ელიმინაციად მე უნდა გაიგდოთ საერთოდ, მაგრამ ეგეთები არ გააკეთა.
კაი, ბოლო ერთი კაი თემაა რა. მაგას ამას ხო და მეც ამაზე მინდა რომ ვისაუბრო რეალურად ბოლო პერიოდში ჩვენ ამ შემადგენლობას ძალიან ბევრჯერ გვიკამათია არსენალზე და ნუ ბოლო პერიოდში რაც ხდება, ანუ ბოლო 7 თამაში პოტენციური 21 ქულიდან არსენალს აქვს 10 ქულა და ვულზთან ეხა ანუ რეალურად სიტისთან თასის ფინალის გამო გადმოიდო ეს არსენალის თამაში და ვულს ვერ მოუგო, ანუ გავარდნილ ვულს ვერ მოუგო და ყველაზე გადაობა სანამ თქვენ იტყვით რაღაცას, ყველაზე გადაობა მიმირად შემხვდა მაგაზე, 5 წუთი იყო დამატებული ამ თამაშზე, არსენალი ვულზე 2-1 იყო ანგარიში. ამ 5-დან 4 წუთი კაი ჰავერცმა გაიყვანა იმაში, რომ ვითომ ტრაუმა ჰქონდა, ადგა და იმ დარჩენილ 1 წუთში გაუთანაბრეს და დროც არ დარჩათ, რომ წასულიყვნენ მოსაგებად და რა ჭირს მოკლედ ამ მიკელ არტეტას რა. ნელ-ნელა მეც იმათ ხარეს გადავდივარ, რომ ჩემპიონობის სუნი ეცა და ჩაირთო არსენალის Arsenal mode activated დაეწერა. აი ამაზე ასეთი ეს სეზონის თუ ვერ მოიგეს? ვერ მოიგებე. რავი, აი ამაზე მეტი ლუზერობა მართლა არ არსებობს. ხა ვინ უნდა მოიყვანო? გეხოწე ვინ გადარჩა? ფორვარდი უნდათ მოუყვანეს, საკას შემცვლელი მოიყვანეს. გორეცკა უნდა მოიყვანონ? გორეცკას დაიწერა. ზუბიმენდი ყავთ, ეკლან რაისი ყავთ, ოდეგორი ყავთ, ხა მეტი რა გორეცკა უნდა გეხოწე. ანუ სადაპირებს ვათამაშს არ ვიცი, მაგრამ მე გეტყვი რატო ვერ გახდება არსენალი ჩემპიონი? ჩარჩიც ხო დავწერე. აი ეს ვიდეო რო გავვრცელდა, ყველა მხო ნახე. ძალიან სიბოროტე ხო? აი საცობში რო დგას არტეტა და რო უჩოქებს, ფანი რო ბავშვისთვის მინდაო. აი ეგეთ დროს ხელს რო არ გადაყოფ და ხელს რო არ მოაწერ, მარტო მაგიტო არ ხარ ჩემპიონობის ღირსი. არა, მართლა ძალიან სულად ჩანდა რა, თვალისთვის ძალიან სულად. ეხლა ისეთ რაღაცას ვიტყვი, რომ მე საერთოდ ვინ ჩემი ფეხები ვარ, მაგრამ ვინ ჩემი ფეხები არტეტა, აი რა, აი არსენალი წვრთნელია, ოკეი. კარგი ფეხბურთელი იყო, კარგი მწვრთნელია. რა მოიგო? მაშინ ესეთი კითხვა. და ეგრე ადამიანი რო გეხვეწება, რავი, არტეტა კი არა. ყველა მწვრთნელს ვარ აქვს მოგებული. მარადონას რო გაეკეთებია. ბიელსასაც არ აქვს არაფერი მოგებული, მაგრამ დიდი მწვრთნელია რა. ბიჭო, არა, ხომ არა, ეხა ბიელსას მაინც ვერ შევადარებ რა არტეტას. ანუ მარადონას რო ექნა, ალბათ მარადონა, მესი. მარადონა არ იზამდა მაგას მე მგონი. ხო, ანუ აი ვის მესიმ რო ქნა, მესიც არ იზავს, აი ვინ ხარ ეგრე როა? თან ხო მაგის გამო ვერ მოიგებს. ხო არის ზოგჯერ იკა რომ ფეხბურთელები ან მწვრთნელები აღმოჩნდებიან გულშემატკივრების გარემოცვაში და იქ რო ფანჯარა ჩამოწიო, ალბათ რა ვიცი 1 საათი დაგეკარგება, იმიტომ რომ ყველა ცაცობში დგას არ გეკარგება. მარტო. ანუ ეს ტიპი მარტო იდგა რეალურად რა. და მიუხედავად ამისა, ან თვალისთვის მართლა ძალიან სულაჭი ხა ამის გამო რაღაცა დავთარსავ და გავწურავ იმას რომ არსენალმა ვერ მოიგოს მეთქი არა უბრალოდ ამ პრობლემების გარდა ეხა რეალურად სიტი ხვალ თამაშობს და თუ მოუგო 2 ქულა და არ დაგავიწყოს რომ ეტიჰადზე აქვს სათამაშო. ხო, სიტი ბოლო თამაში თუ მოიგო ჩემპიონია, ხო, რეალურად. ძალიან მარტივი ისა 12 თამაში თუ მოიგო, ანუ სიტი გაუკეთებია. კი, 14 მოიგო ბოლოს მაშინ. ლივერპულს რა მოუგო დობელი, მაგრამ ნუ ახლა მე არ მგონია რომ სამ სიტი ყველა თამაში მოიგოს, მაგრამ უბრალოდ არსენალის ვერ მოიგებს ეგ არის. ალბათ ყველა თამაში. სადაც ახლა ვულსთან გასვლაზე გაუჭირდა გუნდს, ვულზი არის არსებობს 19 პრემიერლიგური გუნდი და არის ვულსი ამ სეზონში სამწუხაროდ. ვულსი რომელიც უკვე გავარდნილია და რავი, ალბათ მე-13 ტურიდან ვიცოდით, იმიტომ რომ 10 ტურში მე მგონი გოლი არ ქონა გატანილი და როცა ვულსთან არსენალს ლონდონური დერბები ქონია ზედიზესთან, კარგად ჩელსისთან. ანუ არსენალის ფანებს რავი, აქედანვე არ მინდა რომ თქვენ მდგომარეობაში ვიყო. ეს იქნება ისტორიული სეზონი, არსენალს ყველანაირად აქ წაგებული პრემიერლიგა. ესე არა აქ რომ one horse race ზაგებს. ანუ one horse race არ ქართულად ბოლო სეზონია ხო ამბობენ და ისე აუტსორზე გადაცა არსენალს და არსენალს მიყავს ჩემპიონობისკენ. ქართულად არ ვიცი one horse race როგორ არის, აი ერთი გუნდის ჩემპიონი არ გამო რა თუ ვინმე მიცით კომენტარებში დაგვიწერეთ და შენ პირობას ვდებ რომ შემდეგ გადაცემაში მაგ სიტყვას გამოვიყენე, მაგრამ ეხლა ვიტყვი რომ ტიპი აგებს one horse race. ანუ კონკურენტი არ ყავს და აგებს. სვეჩი საკუთარ თავთან აგებს. ხო, ეგრე გამოდის რა თუ რასაც შენ ამბობ ხა? ეგ არის საკუთარ იძახდა რომ კერიკიო რაღაცა ჩემპიონია, კარგად თუ ჩახედავ ვაფშე არ არის გამორიცხული. ხო. ისინი ისეთებს შვებიან რომ შეიძლება ბიჭო მანჩესტერ იუნაიტედი რო წელს ჩემპიონი გახდა. აბა. ბეკათ მას გადაიპარსაო? ვერ ხედავ თავის დაკნევას. უფრო სხვა რამეზეც ხა. შენ არ ეგეთი პირობები დავდოთ მაშინ. ყველამ უნდა რაღაცა ვქნათ. მანჩესტერის ჩემპიონობაზე არაფერს არ ვიზამ გამანები თავი მოიგოს გამიხარდება ბეკას გამო აგენ.
აი ბეკას შევტენოთ. კაი, ბოლო ხო ისე არა რომ ჯერ არ წავუგი არსენალს ხა ისე. არა, ჯერ არ. ნუ ჩამოვართვით ეხლა ეგ, მაგრამ ანუ თუ უფრო არსენალის ეგ აქეთ მოდის რა. კარგი, წინა ვიდეოში, წინა ლაივში უბრალოდ ლაივის დამთავრების მერე ერთ შეკითხვა იყო და დაუპირდი იმ მაყურებელს რომ გავუჟღერებ რეზის მეთქი და ამიტომ გავაჟღერებ და პრინციპი შეგვიძლია დავამთავროთ. რეზი გეკითხებიან მოკლედ რა უნდა გააკეთოსო დონარუმამო, რომ შენ ოდესმე პოზიტიურად შეხედო რა. ანუ იმიტომ რომ შენ ხო ყველაფრის და მიუხედავად მაინც ჰეითერი ხარ, ასე გამოდის. და მე ზუსტად წაგიკითხავ ეხა შეკითხვას და რეზისთან კითხვა მაქვს. რა უნდა მოიგოს დონარუმამ, რომ რამე დადებითი თქვას, ან რა სევი უნდა გააკეთოს. გვარდიოლამ ყველაზე კარგად იცოდა რომ ფეხით ვერ თამაშობდა ჯიჯი, მაგრამ გავაწყვეტ მომენტში გადაარჩინა გუნდი. მეკარის საქმე რაც ამ თავარი და ფეხით ითამაშოს სილვამ როდრიმ და ასე შემდეგ. მე ვიცი რა უნდა ქნას რომ რეზიმ შეაქოს? ხო, არგენტინის ნაკრებში უნდა გადაბარგდეს. თუ დიბუ მარტინესის წასვლის მერე უცებ იტყვის რომ ანუ ნებისმიერ ფასად ეხო შეუძლებელია, მაგრამ რაღაცა ნებისმიერ ფასად აგენტის იპოვის მეკარის რაღაცა ისე შეფასება რომ რაღაც მაგარ სეივებს აკეთებს, ახლა დონარუმ არის ეფექტური მეკარე, რაღაც მნიშვნელოვან თამაშებში, მნიშვნელოვან მომენტებში გაუკეთებია დიდი სეივები, ხო? მაგრამ თქვა ჩემს უფრო მნიშვნელოვანია მეკარი იყოს სტაბილური მთელი სეზონის განმავლობაში. ანუ შარშანდელი სეზონი პარი სენ-ჟერმენში სადაც აი ხო ის ქონდა რაღაც ოქროს ბურთზე რო წევდნენ და აბა ოქროს ბურთი მივცე და რაღაც ქონდა მნიშვნელოვანი თამაშები ლიგაზე ხო სადაც თქვა ასტონ ვილასთან გააკეთა მნიშვნელოვანი სეივები ლივერპულთან გასვლაზე იქ არსენალთან პირველად წუთში მეორე თამაშის და ფინალში არ გაუკეთებია სეივი არ დაჭირდა ზოგიერთების გამო მაგრამ მაგალითად საფრანგეთის ჩემპიონატში ქონდა ანუ ეს პოსტჩოტიკში რაც არა თითქოს და მეკარისთან მინუსში იყო გასული და იყო რაღაც მომენტები შარშან თქვა ჯგუფურ ეტაპზე ლიგის როცა სკამზე გადასვლა კი საფონოვი ბაიერნთან საფონოვი იგდა რა და ასე შემდეგ. პლუს ნუ ფეხით რომ მეკარი ცოტა თამაშობს თანამედროვე ფეხბურთში. ეგ ძალიან დიდი ხარვეზია გუნდისთვის, იმიტომ რომ მეკარი რომ ფეხით კარგად თამაშობდეს, იმ სეივების ნაკლები, ისევ ნაკლებად გასაკეთებელი ექნებოდა. რაღაც სეივები მოაკლდებოდა, იმიტომ რომ გუნდი უფრო გამართულად ითამაშებდა. კი გვარდიოლამ ძალიან კარგად იცის მეკარი ფეხით რა მნიშვნელოვანია, მაგრამ ლუის ენრიკემაც ძალიან კარგად იცის რა მნიშვნელოვანია და ლუის ენრიკემ გაუშვა რეალურად გუნდიდან. ოკეი, როგორ. მაგრამ მეორე სტურეზი დი გრეგორიო ეხა იუვენტუსის მეკარე ძალიან კარგად თამაშობს ფეხით. დი გრეგორიო ანუ ეგ იმას ანიშნავს, ანუ გვარდიოლა გადის იქარა რა. გვარდიოლა მაგალითად ძალიან მომწონს. გვარდიოლა თამაშობს უბრალოდ კარგად, ძალიან, მაგრამ გვარდიოლას უარესისიც ჰქონდა გაკეთებული პირველი სეზონიც ჰქონდა. სიტიში კლაუდიო ბრავო მიიყვანა, რომელიც ფეხით ძალიან კარგად თამაშობდა და 50% ჰქონდა შოტ სეივინგი, ანუ ყოველ მეორე დარტყმას უშვებდა რა. ანუ ეგეთი მეკარე, ანუ მეკარე ცხადია ხაზზე ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ ეხ თანამედროვე მეკარეს უყუროთ როგორც 20 წლის წინანდელ მეკარეს 25 წლის წინანდელ მეკარეს რომ მათავარია სეივები აკეთოს. ნუ ამის გამო ბევრი მეკარე უკვე არ არენტაბელური გახდა, მაგალითად დავიდ დეხია არ წაიყვანა ხო არავინ მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ და არც იყო მასზე მოთხოვნა სანამ ბოლოს რაღაც. ნუ არ არის ფიორენტინა ის გუნდი რომ დღესაც იბრძვის სერიაში დასარჩენად. ხო და ნუ აი ბევრი ეგეთი მეკარია რომელსაც გაუჭირდა თავისი რაღაც კარიერის ამმავლო განვითარება. ნუ დონარუმ ახლა ჰაიპში იყო და რაღაც მომენტში წავიდა, მაგრამ ანუ მოკლედ ეგ სკილი რაღაც ხაზზე თამაშის გარდა ფეხით თამაში, გამოსვლებზე თამაში, მაღალი დაცვის ხაზის დაზღვევა, ეგ უკვე თანამედროვე მეკარესთვის რაღაც აუცილებელისა რა. ხო, მაგრამ ეგ არის ანუ დონარუმა წარმოგიდგა რადონის მეკარეა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა ერთ-ერთ საუკეთესო. ერთ-ერთი კი არა, ჩემთვის საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. ანუ უყურე, აი თქვა ლივერპულთან თამაში რო იყო, ხო, სადაც რა უფრო ფასობს. ანუ სულთა ჩვეულებრივ მაყურებლის თვალში ცხადია ჩანსის, რომ რაღაც 96 წუთზე აიღოს ასწაული ბურთი. მაგრამ დონარუმამ ფეხით თამაში არ იცოდა, ამის გამო სიტი მეორე ტაიმი დათმო მთლიანად. იმიტომ რომ ნუ ლივერპული მიდიოდა პერსონალ პრესინგზე, იყვნენ 2-2-ზე. ლივერპულის ნახევარზე და დონარუმმა სადღაც ისროდა ამ ბურთის ტრიბუნებზე და იქ ვერ მიიტანა ბურთი. აი ედერსონი რო ყოფილიყო, იქ საგოლე პასი გააკეთებდა იმ შემთხვევაში. ხო, მაგრამ ანუ აი ეგ არის რა. ეგეთი მიდგომა, ანუ ამის გამო მთელი მეორე ტაიმი სიტი იდგა დაცვაში. ნოსა დაცვაში დგას, ახლა მეკაროს უწევს სეივების გაკეთება, კი დონარუმმა მაგარია ხაზზე. და შეუძლია მაგარი სეივების გაკეთება რავი. კი ბატონო, წავედით ნელ-ნელა ბოლოსკენ. ისე მადლობები რო არ გვიტყვი. ხო და ეხლა მინდოდა შენთვის მეთქვა რომ თქვი სად ვართ? შენ თქვი რა მე რა. კაი ბატონო, მოკლედ მადლობა პირველ რიგში მაყურებელს იმისთვის რომ ამდენი ხანი იყავით ჩვენთან ერთად, მადლობა იმისთვის რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ დაალაიქებთ. ვისაც გამოწერილი არ ყავართ და საკმაოდ დიდია ესეთი პროცენტი, ჩვენ სტატისტიკებს ვუყურებთ ხოლმე და დაახლოებით 60%-ს მოდი ესე ვიტყვი, გამოწერილი არ აქვს არხი და სულ ერთი წამის საქმეა და მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი.
ვიმყოფებით სახელოსნობარში, მადლობა ჩვენს მეგობრებს იმისთვის, რომ გვითმოვენ ამ ძალიან კარგ სივრცეს და ჩვენ კი მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რაღაც დიდი ჩავარდნა გამოგვივიდა, იქეთ კვირაში აუცილებლად დავბრუნდებით და უდიდესი ალბათობით კვლავ ვისაუბრებ ჩემპიონთა ლიგაზე, იმიტომ რომ მე უკვე გვეცოდინება მერვეთ ფინალში ვინ როგორ დაჯგუფდება და იქ უკვე მაგარი თამაშები იქნება. ტუდორზე რო არ გვითხოვს არაფერი. ტუდორი ძალიან ბედნიერი კაცია. კაი, მე რო ვილაპარაკე. კარგი, მოკლედ, გემშვიდობებით. მადლობა ბიჭებო, იმისთვის რომ ვიყავით ერთად და ვისაუბრეთ ფეხბურთზე და შევხვდებით მალე. დროებით.